დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი კახაბერ ასკურავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი ლანჩხუთიდან, ამავდროულად საკრებულოს წევრი. მოგესალმებით კახა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ. ჩვენი საუბრის თემა ალბათ უნდა დავიწყოთ, უპრიანი არ იქნება, რომ საგამოძიებო საქმიანობით, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, დროებითი კომისია მაქვს ხედველობაში, რომლის ხელმძღვანელი თია წულუკიანია. მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა 2003 წლიდან 2012 წლამდე. საუბარია იმაზე, რომ 2025 წლამდეც მოხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით დღეს გამოკითხვაზე ბრძანდებოდა გენერლები გუშინ გოგავა დღეს ყურაშვილი რომლებიც იყვნენ თქვენი პარტიის წევრი თუმცა ახლა როგორც სამხედრო პირები ისე არიან მისულები თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მივლენ თუ არა სხვა პარტიის წარმომადგენლები კომისიაზე და რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საზრდოებისთვის ხო რაც შეეხება კომისიას რომელზეც თქვენ საუბრობთ ეგარი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული კომისია იმ კომისიას ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა მის მანდატები რომელიც ქართულმა ხალხმა მიანიჭა ცნო გაყალბებულ არჩევნებად და თავისთავად პარლამენტში არ შევიდა და იმ დღიდან არც იმ პარლამენტს ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და აი ეგრეთ წოდებულ კომისიას ნაციონალური მოძრაობა არ ცნობს ეს მინდა ასე ვთქვათ თუმცა თქვენი პარტიის ყოფილი წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად გიპასუხებთ ყველაფერზე უბრალოდ დრო მომეცით რომ გიპასუხოთ რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას ან პოლიტიკოსებს ვერც ერთ ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკოს მათ შორის მეც ვარ ყოფილი თანამდებობის პირი რომ დამიბარო პირობით ადგილობებით და არ არის გამორიცხული ყველა დონეზე ჩამოვიდნენ ფაშისტი წულუკიანის კომისია მეც არ ვაპირებ მივიდე თუნდაც ეს დამიჯდეს ჩემს პირად თავისუფლებად ასე რომ პოლიტიკოსები არ რაც შეეხება გენერლებს მათ აქვთ ვალდებულება და გენერალმა გოგოვამ ძალიან კარგად თქვა ისინი პასუხს აგებენ გარდაცვლილი ოჯახების გარდაცვლილი სამხედროების წინაშე და მათ პატივსაცემად მივიდნენ ისინი კომისიაზე თუმცა როგორც იქცევა ეგრეთ წოდებული კომისია და ყლელი მამიშვილი თავად მაუზერი აკლია ხელში თორე დახვრიტავდა ნებისმიერ წულუკიანი ეს მთელმა საზოგადოებამ ნახა და საზოგადოების რეაქცია არის უკიდურესად მე დარწმუნებული ვარ ეგ მათი მომხრეებიც კი გააღიზიანა იმ ვორდინგმა იმ დამოკიდებულებამ როგორც წულუკიანი საუბრობდა გუშინ და დღეს საერთოდ სამარცხნული ხო ის კომისია და კიდევ ერთხელ ვიძახა წულუკიანს მაუზელი რომელიც აი საუბარია იმაზე რომ მასალების შეგროვება რომელსაც შეიტანენ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიც მისცემთ მათ იმის საშუალებას რომ პარტია ან გააუქმონ ან გაასამართლოს თუ მადლობთ მაგაც აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე გიპასუხებ და კიდე გენერლებმა რომ ეს საკითხი რომ ამოწუროთ აბსოლუტურად სწორად გააკეთეს ის მიუხედავად იმისა რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური კომისია არის მათ პატივი მიაგეს ამით კიდე ერთხელ დაუბრუნდა ხსოვნას და მე აქვე ვიტყვი დიდება გმირებს და დიდება თითოეულ ადამიანს ვინც ესე ვთქვათ აგვისტოს ომის აი ამ სისხლიან ომს შეეწირა რომელიც რუსეთის შემოჭრის შედეგად განვითარდა საქართველოში მისკენ მიმართული ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა იმისკენ რომ აიგრძალოს პარტია ნაციონალური მოძრაობა იმ თავითვე იყო ეს განზრახული ამას ზოგადად სიმართლის კვლევასთან არაფერი საქმე არ აქვს სიმართლის კვლევა თუ უნდათ იმ 12 წელთან 9 წელთან დაკავშირებით დაიბარონ უნდა ბიძინეროვანიშვილი დაიბარონ უნდა ის მაღალჩინოსნები რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გადაიპორტირდნენ მათ და დღემდე მუშაობენ მათთან პირველ ისინი დაიბარონ და ისინი დაკითხონ ამ საქმეებთან დაკავშირებით ესე იგი პარტიის დანარჩენი წევრები თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი ეს არის პროცესი
ნაციონალური მოძრაობის დროებით ან ვინ აგზავნოს ხა ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც 10000-ობით ხანდაჭერი ხავს. აქ პარტიაზე კი არ არის საუბარი, ამომრჩეველს აგზავნავს, ქართველ ხალხს აგზავნავს, წუნუკიანი. ეს არის განწირული, ეს არის მათი აგონიაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ქმედება არის, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის. მე აი აგერ ვარ მე და გეხარ თქვენ. თვითონ აპელირებენ იმაზე, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გდებენ ბრალს და შესაბამისად მასალებსაც შევაგროვებთ და ეს გახდება წინაპირობა იმისა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახ, ეს არის სამარცხინო რუსეთის სასარგებლო ის რაც 15 წელი დარჩენდა პუტინს გაეკეთებია ქართული ოცნება აპირებ წელიწად ნახევარში მოიტანოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მაყურებელიც გვისმენს, ხო ალბათ? აგერ მე და აგერ თქვენ ვინ აიგზავნება როგორც პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში, ამას დავინახავთ. და ამ თემაზე საუბარს დავასრულებ იმით, რომ არავინ არ აპირებს მისვლას თქვენი პარტიიდან თანამდებობის პირი მყავს. როგორც პოლიტიკოსი, ანუ პოლიტიკოს თქვენ იქ მისვლას ვერ ნახავთ. მივა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ პოლიტიკოსი ის აღარ იქნება ნაციონალური მოძრაობის წევრი. გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა წინასწარ თქვეს პოლიცსაბჭოზე, ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოზე, რომ ჩვენ ტოვებთ პარტიას იმის გამო, რომ პარტიასთან ჩვენ არ ვაფილირდებოდეთ. ჩვენ იქ ვაპირებთ მისვლას იმიტომ, რომ პარტიი მივაგოთ. პარტიი კიდე ერთხელ სცეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახებს და იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამწუხაროდ შეეწირა რუსეთის აგრესიას მაშინ. დიდი მადლობა ამ პასუხისთვის ამ კითხვაზე და არ შემიძლია აქვე არ გკითხოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმაში რაშიც ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა, თითქმის 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს აქციები, თუმცა აქციების მასშტაბურობა და მუხტი არ არის ისეთი, როგორიც იყო იანვარში. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაანონსებული 31 მარტის აქცია შემოაბრუნებს ამ ვთქვათ მუხტს, გაზრდის ისევ და ვთქვათ როგორი პროგნოზები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? გასაგებია. მე ერთ რამეს გეტყვი თქვენ და აღმინდეს ზედმეტად პათეტიკურად გამომივიდეს. ეს ქვეყანა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ასეთი გამოწვევის წინაშე 1921 წლის გასაბჭოების მერე არ დამდგარა. ჩვენ დღეს ხელისუფლებაში გვყავს რუსეთის მიერ ხელდასმული ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები. იმათ იდეა მაინც აწუხებდათ ის ქართველი მოღალატეები, ამათ იდეაც არ აქვთ. ესენი უბრალოდ ემსახურებიან ერთ ოლიგარქს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ანერგულებს ის, რომ საკუთარი ძალაუფლება და ფული შეინარჩუნოს. ამიტომ მიდიან აბსოლუტურად ყველაფერს. აქ უნდა ვიყოთ ყველა პოლიტიკური პარტიის და ყველა მართლა ესე პოლიტიკის დედავატირე, როცა კარგავს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ეს ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა გავიაზროთ. ეს სახელმწიფო ხვალ იქნება უბრალოდ რუკაზე და იქნება გუბერნია უკანეს. აი თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? 31 მარტს გამოვა ის რაოდენობა ხალხიც უნდა გამოვიდეს. ვინმე პოლიტიკური პარტიის გამო კი არა, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო კი არა. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდეს ამ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ან ჩვენ ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ კიდე 31 მარტი ხო იცით რა დღე არის? ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხედრო რუსეთის მოსახლეობამაც კითხვა, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ კიდე ერთხელ ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს სახელმწიფო აგრძელებს დამოუკიდებლობას და ის არასოდეს არ გახდება კრასნოდარის ოლქი. და მთავარი მოთხოვნა პროტესტში მონაწილე ადამიანების შესრულდება თუ არა და როდის შესრულდება თქვენი პროგნოზი რა არის ამასთან? როგორ ვერ გავიგე შეკითხვა? მთავარი მოთხოვნა პროტესტში მონაწილე ადამიანებისა იმასთან დაკავშირებით რომ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. კარგი შეკითხვა არის, გასაგებია. და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თქვენი პროგნოზი არა, მე მასი არ უყურებ. რა თქმა უნდა პოლიტპატიმრები პირველ რიგში, სინდისის პატიმრები და რეჟიმის ტყვეები და მეორე ეს უნდა იყოს რომ
ბიძინა ივანიშვილის მიერ მე პირადად თუ მეკითხებით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხლეწებოდი არჩევნების ჩატარებას. всё დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ტაბლო უკავია ხელში და რანგარისაც უნდა იმას დაწერს და ეს უამრავჯერ თქვა ნაციონალურ მოძრაობამ, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით, შევსული ვიყავით ამ თამაშში, ის ბიძინა ივანიშვილს არჩევნები აღარ უნდა ჩაატაროს. ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში არჩევნები გააუქმნა. ეს დავამთავროთ ამაზე ორი მაგას ვაცხადებ, კი აცხადებს. პერიოდში ამ ქვეყანაში არჩევნები დასრულდა. სპეცოპერაცია ჩაგიტარა. ვის მიყვები არჩევნებზე? უნდა შეიქმნას დროებითი გარდამავალი მთავრობა, მეტნაკლებად რაც დროში მოესწრება და გათავისუფლდეს სამართალდამცავები, სამართალდამცავი წრეხიდან, სუსიდან, შეიცვალოს უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ასე უნდა ჩატარდეს სამყაროში მეტნაკლებად თავისუფალი არჩევნები. და ბოლო კითხვა ბატონო კახა, თუ შეიძლება ბოლო კითხვა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, თქვენი პარტიის პოზიცია, აი მაინტერესებს. ანუ მივდივართ იქათკენ, რომ ახლოვდება თარიღი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ქვეყანაში თუ ნორმალური ხარ, არ უნდა ფიქრობ. რა დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზია და ადგილობრივი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თარიღით უნდა უწევდეს ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენ ეხლა რომელ ადგილობრივი თვითმმართველობაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ეხლა ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცები შეიძლება ამას ვერაფრით ცნობიერებს. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, ქვეყანა რჩება უკან, რა დროს ვიშევა საკრებულოში იმაზეა საუბარი. ამ მოცემულობით თუ მივალთ ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღამდე, რა იქნება თქვენი და თქვენი პარტიის პოზიცია? ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაც მე უნდა ვიყო, ოპოზიციაც მე უნდა ვიყო და ყველაფერი მე უნდა ვიყო, რომელ ადგილობრივ თვითმმართველობას ვინ მიდის ადგილობრივ თვითმმართველობამდე, გამოსული არიან და ამბობენ, რომ ოფიციალურად უნდა აუგზავნოს ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ხალხი ხმას, ვისაც აძლევს, ის პარტიები არ უჭირდება. რომელ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობთ, ხალხო, ჩვეულებრივ დიქტატურას, გაფორმებულ დიქტატურის მაგრამ ვერ მიაღწევს ამას, ამაში ვარ 100% დაწინებული. ხო, აი კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ თქვენი პროგნოზი, უახლესი რა იქნება, რა მოლოდინები გაქვთ და დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ ფორმატი არის. პროგნოზი იქნება ის, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს რეჟიმი, უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს მეტნაკლებად რაც მოესწრება ამ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღი უნდა იქცეს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ძალიან დიდი მადლობა. თავისუფლად ეს ქვეყანა რუსული რეჟიმიდან და შემდგომ ჩატარდეს ნორმალური დემოკრატიული არჩევნები და ვისაც რომელ პარტიას უნდა იმას გასაგები. მაგრამ ეს არ უნდა ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. კიდევ ერთხელ გადაჭრით ვარდნობ ამას. მადლობა. დაგემშვიდობები კახა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ლიდერი ლანჩხუთიდან, რაიონული ლიდერი კახაბერ ასკურავა. მადლობა.